ონკოლოგიური და რადიოლოგიური სერვისები ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში. ასეთი სახელწოდებით გაიმართა კონფერენცია Le Meridian ბათუმში, რომელიც მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოებისთვის ონკოლოგიისა და რადიოლოგიის სფეროში თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიური სიახლეების წარდგენას. დღეს ვიმყოფებით ქირურგიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება თანამედროვე კვლევის მეთოდებს, ციფრული ტექნოლოგიის მეთოდებს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტების დღეს მნიშვნელოვანი დღეა ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა კონფერენცია აჭარის რეგიონისთვის, წარმოადგინა თავისი დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისები, რომლებიც თანამედროვეა მსოფლიო სტანდარტებისთვის და უკვე ხელმისაწვდომია როგორც რეგიონის მოსახლეობისთვის, ზოგადად საქართველოს მოსახლეობისთვის. ჩვენ წარმოვადგინეთ აჭარის რეგიონში პირველად სამტესლიანი MRT, რომელიც არის Siemens-ის ფირმის და არის ჩვენი კლინიკაში, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში. ქირურგიის ეროვნული ცენტრისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ სოლიდურად ვიყოთ წარმოდგენილი რეგიონში, არამედ ასევე ის, რომ ეს ინფორმაცია მივიტანოთ ჩვენს კოლეგებთან, რათა ყველანაირი ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გავხადოთ აჭარის ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აჭარის ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი დღესდღეობით ნამდვილად ხელმისაწვდომია ის უახლესი ონკოლოგიური სერვისები, რომელიც თანამედროვე მიდგომებითაა განსაზღვრული. ხელმისაწვდომია იმ ტექნოლოგიების მხრივ, რაც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაშია წარმოდგენილი. მნიშვნელოვანი სიახლის წარდგით აჭარის მოსახლეობისთვის, აჭარის სამედიცინო პერსონალისთვის, ვინაიდან კლინიკაში გაიხსნა კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი, წარმოადგენთ მის სერვისებს და ზოგადად ონკოლოგიურ მიმართულებას, რაც არის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ცენტრალურ ფილიალში, ეს ეხება სხიურ თერაპიას, ციფრული PET-CT დიაგნოსტიკას, ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ადრეული დიაგნოსტიკისთვის, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ შემდგომ მკურნალობის. მინდა აღვნიშნო, რომ ის ტექნოლოგიები, რითაც თავს იწონებს ქირურგიის ეროვნული ცენტრი, სრულად არის ინტეგრირებული ბათუმის ფილიალთან და სრული მხარდაჭერა აქვს ბათუმის ონკოლოგიურ გუნდს თბილისის გუნდიდან და საერთო ტუმორბორდის პრინციპით გაირჩევა ყველა პაციენტი და მიიღებს იმ ინოვაციურ მომსახურებას, რაც დანერგილია განვითარებულ ქვეყნებში, ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ამით ნამდვილად ვამაყობს ქირურგიის ეროვნული ცენტრი, ესეთი შეხვედრები კიდევ მრავალი იქნება, გაგრძელდება და ჩვენ გვსურს, რომ გაუზიაროთ ეს გამოცდილება და ეს თანამედროვე მიდგომები მკურნალობის ჩვენს ბათუმელ კოლეგებს. უკვე ერთ წელზე მეტი გახლავთ, რაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დასრულდა სარემონტო და რეკონსტრუქციული სამუშაოები, გავიარეთ სხვადასხვა რეგულირება, მათ შორის გერმანული რეგულაცია კატექოს საკმაოდ წარმატებით, ავიღეთ ლიცენზიები ბარიატრიულ ქირურგიასა და ონკოლოგიაში. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა აღიჭრვა უახლესი აპარატურით. ჩვენს კლინიკაში განთავსებულია უახლესი 160-შრიანი კატეკულევის აპარატი, ასევე 3 ტესლა MRT. რადიოლოგიაში ეს გახლავთ ინოვაცია, რაც უდიდესი კომფორტი აჭარის მოსახლეობისთვის. ჩვენ გავხსენით ეს განყოფილება, სადაც გვაქვს როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული მომსახურება, რომელიც მოიაზრებს თავის მხრივ ანტისიმფსონური თერაპიების შემდეგ გართულებების მართვას. აქვე კი აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ეს მაღალტექნოლოგიური კვლევები აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების წყალობით სრულად არის ხელმისაწვდომი. რეალურად ჩვენი პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტი არის მუდმივად მზარდი, განსაკუთრებით კი ონკოლოგიის მიმართულებით. მხოლოდ წელს 10 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა და 3500-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა ჩვენი სერვისით. მომავალი წლისათვის დაგეგმილია 87 მილიონი ლარი ზოგადად აჭარის ჯანდაცვის ბიუჯეტი და მათ შორის 12 მილიონი ლარი იქნება მხოლოდ ონკოლოგიის მიმართულებით. გულისხმობთ როგორც დიაგნოსტიკურ სერვისებს, აქ შედის პოზიტიური ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია, ციფრული ტექნოლოგიური
ოპერატიული დიაგნოსტიკური კვლევები და ასევე შედის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმუნოთერაპიული მედიკამენტების დაფინანსება, რომლის წლიური ლიმიტი ერთეულ პაციენტზე იზრდება 80,000 ლარამდე. ყველა ის სერვისი, რომელიც სჭირდება ონკოლოგიურ პაციენტს მთელი წლის განმავლობაში, ეს იქნება სამედიცინო მედიკამენტის ინფუზია, მედიკამენტი თვითონ, დიაგნოსტიკური მონიტორინგის კვლევები, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს მათ დაფინანსებას და ჩვენი პროგრამით სარგებლობს ყველა ის პაციენტი, რომელსაც აქვს დადასტურებული C დიაგნოზი. ასევე ქვეყანაში მუშაობს სახელმწიფო სკრინინგის პროგრამები და ყველა პაციენტს ვთხოვთ, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის ამ რისკ ჯგუფებს, სრულად ჩაიტარონ სკრინინგი, ვინაიდან ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი ონკოლოგია განკურნების წინაპირობას წარმოადგენს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ზოგადად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი თანადაფინანსებები, რომ აჭარის მოსახლეობისთვის ყველა ის სერვისი, რაც არის მსოფლიო სტანდარტებით დანერგილი, ასევე აწუდის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა მის ხელმისაწვდომია აჭარის მოსახლეობისთვის. მადლობა ამისთვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, რა თქმა უნდა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც, რომ ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია რეგიონის მოსახლეობისთვის. 3 ტესლა MRI-სა და კომპიუტერული ტომოგრაფიის დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, სხივური თერაპიის თანამედროვე მიდგომები და ადაპტაციური რადიოთერაპია ონკოპაციენტებისთვის, ციფრული პეტ-კატ-კვლევის როლი ონკოლოგიაში. ასეთი გახლდათ ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს. კონფერენციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი ლიდერია ინოვაციური მედიცინის მიმართულებით და ქმნის ახალ სტანდარტებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის ხარისხში.